ყველაფერი რეალობიდან მოდის, ეს არ არის რაღაც შეთქმული რაღაც იგავები. ეს რეალობა მაძლევს ამის საშუალებას, რომ აი ესეთი ფორმით დავინახო ის გარემო, რა გარემოშიც მე ვარ. 13 წლის ვიყავი, გამირკვიეს პრობლემას, და წავიყო მე წარმოდგენა მქონდა რა. და ჩემი იყო ამის ინიციატორი. ხო და იმის მერე უკვე ასე ვთქვათ, ეს სამყარო შემოვიდა ჩემში და ძალიან გაიდგა ფესვები და იმის მერე უკვე რამდენი არ ვიცი 50 წელზე მეტია ამას მომსახურები. ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე იმპრესიონიზმის ეტაპი გავიარე, ჰიპერრეალიზმის ეტაპი გავიარე. ყველაფერს სუმეგონა რომ აი ეს რაღაც ეტაპზე რო ვიყავ, სუმეგონა რომ ის იყო სწორი გზა და იმის კეთება მინდოდა და ძალიან შეიცვალა მე ფერწერაც შეიცვალა, ჩემი აზროვნება შეიცვალა. ნუ აზროვნება პრინციპში რაც მაქვს მე ახლა ეს გამოყვა ბავშვობიდან, უბრალოდ ტექნიკა იყო სხვადასხვა. ფერწერას აქვს ძალიან რთული ტექნოლოგია. ტექნოლოგიით უნდა დაიწყო, სანამ მიხვალ კერძო სტილამდე. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ეს იდეის გადატანა და კომპოზიციური განაწილება. ვერასოდეს ვერ გადამაქვს ისე როგორც მაქვს წარმოდგენილი. ყოველთვის იცვლება, რომ მუშაობის მომენტში ყოველთვის სტილო თავისას კარნახობს და ამ ნაკანახებს მიყვება. ეს იდეა რო განავითარო, უნდა განავითარო ფერი. ფერი მაინც განაპირობებს იმ ხასიათს და იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც გინდოდა აგესახა სწორედ რაც განსაკუთრებული. ჩემი ბოლო ნამუშევარია ერთ-ერთი ესა, რომელსაც ქვია ვალაამი. ვალაამი საიდან მოდის ეს სიტყვა? არის კუნძული ესეთი რუსეთში, სადაც გადაასახლეს ომის შემდეგ ომის ვეტერანები, რომელსაც ჰქონდათ ძალიან დიდი დაზიანებები მიღებული. და სწორედ აი ამ თემაზე გავაკეთე ეს კომპოზიცია, რომელსაც ასევე ქვია ვალაამი და ის იდეა, რომ ადამიანის ფსიქიკა არ იცვლება, რა დროსაც არ უნდა იცხოვრო, რა საუკუნეში არ იცვლება ეს. რაღაცა რო ქმნი ტილო და რო გადაგაქვს ფერი, ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ის რაღაც შემთხვევითობა გაძლევს გიხსნის იდეას, როგორ გააგრძელო კომპოზიციური დანარჩენი ელემენტები. ეს აუცილებელი არის მართლა. შემთხვევით შეიძლება დაედოს ერთი მონასმი და ამ მონასმა საერთოდ შეცვალოს მთელი გამაც და მთელი მიდგომაც. და აი ამ მომენტს ველოდები ხოლმე და ხანდახან მაქვს ეს ეძახიან ხალხურის ბლოკი ქვია ესე რომელსაც გეკეტება გონება და რაღაც ელოდები რაღაც იმ შემთხვევითობას რომ გზა გაგიცნას და რაღაცა გაგინათოს რომ დაინახო სხვანაირად. ამ კედელზე ეს არის მოსამზადებელი ჩანახატები ერთ-ერთი კომპოზიციისთვის. აქ თუ ხედავთ, იცვლება რაღაცები, პატარა დეტალები იცვლება. ამას ხშირად ვაკეთებ ხოლმე, ვაკეთებ ბლოკნოტში, ვაკეთებ ფურცელზე. მოკლედ, სადაც მომეხერხება, ყველგან რაღაცას კომპოზიციას ვალაგებ ხოლმე. როცა ვდგევარ ცარილი ტილოს წინ ან თუ ფურცლის როდესაც თუ აკრილში მუშაობ, ეს თავისით მოდის, ხელი თავისით მიდის და თავისით სახავს აი რაღაცა სამყაროს, რა სამყაროს მოდის ჩემი აზრიდან. პერსონაჟებიც სწორედ აი ამითია შექმნილი, აი ამ რეალობიდან გამოდის. უკვე პერსონაჟი ჩდება ჩემს გონებაში. ხოლო ამითი ხსნი მე ამ ყველაფერს. ყოველ ნამუშევარს რო აკეთებთ, ეს არის ხალხურის ცხოვრების პატარა მომენტი. დოკუმენტივით ხდება ამისი შედგენა. ეს არის აღწერა, რაც ბიოგრაფიას ავითარებს. უკვე მე პირადად არ ვფიქრობ, ვინ რა სიტყვის ვის როგორ მოეწონა. ეს მე ხსნი უბრალოდ ავტობიოგრაფიული რაღაცის, ავტოპორტრეტია ყველაფერი. ყველაფერი ძალიან
პერსონალურია.